მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფებოდა. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში არის აბსოლუტურად სტაბილური. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კვლევის შედეგებიც იყო ნორმის ფარგლებში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა უკვე იმ კრიტერიუმებს, რომელიც აუცილებელია სტაციონარში პაციენტის ყოფნისთვის. ამიტომ აუხსნა მკურნალმა ექიმმა მას ეს სიტუაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად ეცნობა გაძევის შესახებ. პაციენტი გაწერილია და გაყვანილია ვივამედიდან. განსაკუთრებულ მედიკამენტს რაიმე დაავადების სამკურნალოდ ის ამ ეტაპზე არ იღებს. მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა. ყოველ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით საპირისპირო არგუმენტსაც ვერავინ შეძლებს რომ თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, ის უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. ამიტომ მე არ მესმის მცდელობებისა, რომ ვინმე რამე ამისგან ან უარყოფითი ნახოს, ან რაღაც გაუგებრობა ნყოს, ან რაიმე ინსინუაცია. დაზღვევის დაშენება.